ჩვეულებრივი ადამიანი 1922 წელს ვარ დაბადებული. სულ ვფიქრობდი 100 წლის, 101 წლის ვარ თქო ვფიქრობ. თუმცა 103 წლის უკვე გამხდარა. რომ თქვი პირველად გამიგვირდა. ბავშვობიდან მეტყობოდა რაღაც განსხვავებული ვიყავი სულიდან, მაგრამ ესე იგი ორგანს სწავლობდი, ორგანმე უფრიადოსანი ვიყავი და თან სამსახურში მსახურობდი, რომ ფული მქონებოდა. მამა გადამისახლეს, არ მქონდა პირობები. და ამიტომ იძულებული ვიყავი, რომ უნდა წამოვსულიყავი, ფრიადოსანი ვიყავი, უკვე ქალაქმა იცოდა, რომ მე ვიყავი განსაკუთრებული პროდუცენტი და რომ არ წამოვსულიყავი, უმაღლესში ხوار შეიძლებოდა და ამის გულისთვის დავიწყე მუშაობა საბავშვო ბაღში. საბავშვო ბაღში პიანოზე უკრავდი და ბავშვებს ვართობდი. ვიყავი ხალხში, კოლექტივში დაფასებული და ძალიან კარგად მექცეოდნენ, მართალი გითხრა და სკოლაში და ფრიადოსანი ვიყავი. ჩამოვედი თბილისში და მაქვს ასეთი მიდრეკილება. მუსიკალური განათლებაც მაქვს, ხმაც მაქვს. და სწავლა საშუალო სკოლის პროგრამა მაქვს, ფრიადოსანი ვიყავი და უფასოდ შემიყვანეს უნივერსიტეტში. არ ჭირდებოდა გამოცდები. იძულებული ვიყავი, რომ ტექნიკუმი იყო, მეოთხე ტექნიკუმი იყო აქ მალაკნის ბაზართან. და მივედი მაინც ჩემი იძულებული ვიყავი, რომ უნივერსიტეტის მიმართულება მიმეცა ჩემი განათლებისათვის. უნივერსიტეტში მინდოდა რომ შევსულიყავი რომელი ფაკულტეტზე და თან არ მინდოდა ეს მუსიკა რომ დამეთმო. მივედი და შესანიშნავი ტექნიკუმი მშვენიერი, მაგრამ გამოცდაზე ვიყავი და რომ უკრავდი ჩემს საგამოცდო პროგრამას. კომისია წამოვიდა და დამადგა თავზე. მე არ შევწყვიტე ჩემი მეცადინისა დაკვრა. და მე დირექტორმა მითხრა, რომ მოითვინეთო, აღარ გჭირდებათო თქვენო. კი, მაგრამ რატო შემოიტანეთო ჩვენთანო ასეთი განცხადება, რომ თქვენო უკრავთო მეორე კურსის პროგრამასო და თქვენ შემოიტანეთ განცხადება, რომ შემოხვიდეთ პირველ კურსზეო. რატო? მე ვთხარი, ჩვენ არ გაგვიველია ეს ტექნიკური მეცადინეობის კურსები და ამიტომ ნაკლებად ესე იგი ვარ მომზადებული იმისათვის. არო ჩვენ მოგცემთ დროსო. ეს ძალიან მომეფერენ რომ დარჩენილიყავი მესწავლა. მაგრამ არა და უნივერსიტეტმა მაინც გადამძლია და უნივერსიტეტის მიმართულება ავიღე და დავანებე თავი ამ ჩემ ძალიან მიყვარდა ჩემი დარგი, მაგრამ ну, ასე იგი ცხოვრებაში მოიტანა. უნივერსიტეტში შევედი უნივერსიტეტის გეოგრაფ-გეოლოგიური ფაკულტეტის ჰიდროლოგიურ განყოფილებაზე. ჰიდროლოგიური დავამთავრე და არ ვიყავი ცუდი სტუდენტი, მაგრამ ომი იყო, ომის წლები იყო 1962 წელი იყო. ომის წლები იყო და ამიტომ ჩვენ კი არ ვიყავით ვალდებული, მაგრამ გავაგზავნეს სკოლებში მასწავლებლებად. მე ჰიდროლოგი ვიყავი, ესე იგი წყალთან მქონდა საქმე და მათმა გამაგზავნეს სკოლის მასწავლებლად. ჩამოვედი ჭიათურაში, პერევისის საშუალო სკოლის მასწავლებლად გამაწესეს და ვარ სკოლის სასწავლო გამგე. ახალი დარგია ჩემთვის მასწავლებლობა, ჩემთვის ცუცო იყო და მით უმეტეს სასწავლო გამგეო წარმოდგენა არ მქონდა არაფერს. მაგრამ ერთ წელიწადში ისე დავაყენე საქმე, რომ მიუხედავად იმისა, მომგრეული იყო სკოლა, არ იყო ფანჯრები არ ქონდა, ჩალეწილი იყო ფანჯრები, რუქა არ იყო. ერთ სიტყვით მოუწყობელი სკოლა იყო. მოვაწვე შესანიშნავად და ერთ კარგ ფორმაში. და მინდოდა რომ დამეტოვებია ის წელიწადი მეწვა ამ სკოლის.
პედაგოგად მუშაობისათვის სასტუმროების გამგეც ვიყავი და წამოვედი თბილისში. წამოვედი თბილისში უნივერსიტეტში, მაგრამ ჩემი მიდრეკილება იყო როგორმე ასპირანტურაში შევსულიყავი. დავიწყე მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში თბილისში. მინისტრი იყო მაკარ ჯაში. კაი კაცი იყო. და მქონდა ექსპედიცია, ჰიდროლოგიური ექსპედიცია. ჰიდროგეოლოგიური ექსპედიცია. და ვიფიქრე ჰიდროგეოლოგი ვარ და იმათთან დავიწყებ მუშაობას და შევედი და ვთხოვე რომ როგორმე ექსპედიციაში გადამიყვანეს თქმა. ხო და გადამიყვანეს ექსპედიციაში. იქიდან იწყება უკვე ასპირანტურაში ჩემი შესვლა ჰიდროლოგიურზე. ასპირანტურაში დაუსწრებელზე მოხვდი. იმიტომ რომ რუსული არ ვიცოდი, უცხო ენა არ ვიცოდი, დაუსწრებელზე მოხვდი. მაგრამ დაუსწრებელს არ აქვს სტიპენდია. მე მქონდა ხელფასი 600 მანეთი სკოლაშიდაც და სამინისტროში რომ მუშაობდი მაშინაც. მე უნდა უღარი მეთქვა ამ ხელფასებზე 600 მანეთზე და გადასულიყავი 120 მანეთზე. 120 მანეთი ეძლებოდა ასპირანტებს. შეველიე ხო 600 მანეთზე. იმის გულისთვის რომ ასპირანტი ყოფილიყარ. მაგრამ ასპირანტურაში რო ჩავაბარე არ მოხდი, ესე იგი ვერ ჩავაბარე ისე როგორც საჭირო იყო და იძულებული იყვნენ ერთ სიტყვით რომ უარი ეთქვათ ჩემთვის ასპირანტურაზე. და ესე იგი 120 მანეთიც აღარ მქონდა. 600 მანეთი მქონდა, დავკარგე, ახლა 120 მანეთი დავკარგე, ულუკმაპურად დავრჩი. და მივედი ინსტიტუტის დირექტორთან. გაგოშიძე იყო მაშინ, შესანიშნავი კაცი. ივლენ გაგოშიძე არის ასეთი ისტორიკოსი, მისი მამა არის შესანიშნავი კაცი იყო. და მე ვთხარი ბატონო მიშა, მე არ მაქვს მე ვთხარი საშუალება, ლუკმაპურის ფულიც არ დამშა და იქნებ როგორმე მუშის ხელფასის ნახევარი მაინც მომწეთქო. მუშა ღებულობდა მაშინ 70 მაინც. მისი ნახევარი იყო 34. ჩამოვედი 34 მაინც 600 მანეთი და ნუ ესე იგი დავიწყე მუშაობა. დამაინტერესა. კარგი მომწონდა ჩემი დარგი. და აი ესე იგი ბატონმა მიხეილმა რომ დაინახა ეს ჩემი მდგომარეობა ასეთი იყო. ყველანაირად ხელს მიწყობდა როგორც ინსტიტუტის დირექტორი. იქ გამომიყო ოთახი, ცალკე, მაგრამ ეს ოთახი იყო ნაგვით სავსე. ესე გუნდა იმ ძველმანებისგან გამენთავისუფლები ოთახი მომეწესრიგებია და ჩემ ოთახად ლაბორატორიად გამეკეთებია. ეს ყველაფერი გავაკეთე. ძალიან მიწობდა ხელს რომ ხედავდა ჩემს მდგომარეობას, კაი კაცი იყო. და ერთ სიტყვის უკვე დავიწყე მუშაობა სერიოზულად წყალსაცავებზე. არის ასეთი ამბავი ჩვენს დარგში. კირქვებს სწავლობენ, კირქვები დანაპრალებულია და საინტერესო გამოქვაბულებს ქმნის. კირქვა თავის წყალთან გამოქვაბულებს ქმნის და ეს გამოქვაბულები ძალიან საინტერესო არის, შედის ხალხი და ესე იგი როგორც ძალიან საინტერესო საკითხზე ღებულობს ამან და მაგრამ 3 საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ როგორმე აეხსნათ რანაირად რატომ ხდებოდა რომ ასეთი გამოქვაბულები იქმნებოდა წყლისა და ქანის ურთიერთ შემოქმედებით და მე ჩემი საკითხი ექსპერიმენტით უნდა დამემტკიცებია ამდექი და დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა. 3 საუკუნის მანძილზე კაცობრიობა შედიოდა გამოქვაბულებში და ინკრუსტაციები რო იყო ლამაზი, კიდეები რაღაცები, ამას აღწერდა, მაგრამ რანაირად მოხდა, რომ ეს ასე მოხდა, რომ ნაპრალის პატარა ნაპრალიდან გაჩნდა ამ ხელა გამოქვაბული. ამას არავინ არ ხსნიდა. ამდექი და ჩემი აზრით
კირქვის ორი ფირფიტა ერთმანეთს მივადგი, გავატარე წყალი და იმ წყლის მოქმედებით რა ხდებოდა შევისწავლე და მივიღე პროცესი. უკვე ახსნა შეიძლებოდა, რატომ ხდებოდა რომ გამოქვაბულები იქმნებოდა აი ამ წყლისა და ქანის ურთიერთმოქმედებით. ეს ძალიან დიდი რაღაც ნიშნავდა, იმიტომ რომ ჰიდრავლიკაში წყალსაცავებს ძალიან დიდი როლი ეკავა. სინამდვილეში არ არის სწორი. უნდა ეცადო როგორმე ამ გამოქვაბულების შესწავლა კი არ არის მთავარი, რომ წარმოიშვა რა, როგორ წარმოიშვა მისი ახსნა საჭირო. ეს გავაკეთე მე. აი ამ ხელა რამეზე მქონდა მოკიდებული ხელი და ეს გავაკეთე და ამერიკამ ძალიან დიდი პატივი მიცა. ამერიკის ღირსების ორდენოსანი ვარ, რო იცოდეს. საქართველოში არაფერი არ ვარ და ასეთი შედეგი მიიღო ჩემმა წყალებამ, ჩემმა დიდი ხნის მშრომამ. ეს არის და ეს. 62 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი. მაშინვე იმავე წელიწადს მე ხომ საშუალო სკოლაში მუშაობდი, სასწავლო ნაწილის გამგედ. ომი იყო და საშუალება არ ქონდა ხალხს, შიმშილი იყო. და ბავშვები რომ არ დახოცილიყო შიმშილით, ესე პიონერთა ბანაკები იყო. პიონერთა ბანაკებში მიდიოდნენ მასწავლებლები, რომლებიც ხელს ითმობდნენ ამ იმითი. ხო და რაიკომის მდივანმა გამომიგზავნა მე და მითხრა რომ შენო პატიოსანი ქალი ხარო. არაფერს არ მოიპარაო და უნდა გავაგზავნო კაცხის სკოლაშიო. და იქო პიონერთა ბანაკი გეკრიბა, ბანაკის უფროსი იქნები. არ მინდოდა რა თქმა უნდა, მე მინდოდა თბილისში წამოსულიყავ და იძულებული გავხდი დავთანხმდი. იქ ჩამოვიდნენ კაცხის სვეტის დასაპყრობად თბილისიდან ლევან გოთუა, ალიოშა ჯაფარიძე, აკაკი ერთ სიტყვით ესენი და ესე იგი ღამის თევისათვის რომ მეწისქვილეს უთქავს რომ მე ვერ გაგათევიებ დღეს აქ ის არისო პიონერთა ბანაკიო და იმასთან მიდიცო და ის მოგასვენებს კარგად. ნუ ესე იგი რა თქმა უნდა მივიღეთ კარგად, გავასწორეთ კარგად და ამიქიდან იწყებოდა ჩვენი ნაცნობობა. თბილისში რომ ჩამოვედი, მივედი ოჯახში, ალიოშა ჯაფარიძესთან. და ერთ სიტყვით ემზადებოდნენ ხვამლში სასასვლელად. და მითხრეს რომ შენო შეგიძლიაო და წამოდიო. ამდენ წავყევი და ხვამზე ავედი. ავედი, მაგრამ ჩემამდე ბოლო მომენტი იყო ჩემი ასვლა. არ უნდა და ალიოშა ჯაფარიძეს ჩემი ასვლა, იმიტომ რომ მე არ ვიყავი ამ ალპინისტობაში გაწაფული. და იქიდან ჩამოძახა ეს. ელენე აბაშიძე არ ამოუშვათ რას ქვი არ ამოუშვა შევხვდი იმაზე თოქზე. არა და ეს თოქი ფრიალობდა ხანიკით მიაწყდებოდა ხანაკეთ მიაწყდებოდა. და ხედავდი რომ სადღაც რაღაცა ხდებოდა ადამიანი ჩამოკიდებული ხანიკისკენ დავინახავდი იმ ადამიანს ხანაკეთ. ნუ ესე იგი მეც ასეთ მდგომარეობაში ყოფილი. მაგრამ ავედი ასვლა ადგილი იყო. ფილარმონიაში აქედან წამიყვანეს აღვანი ხელით აღვანი წამიყვანეს მიმართრიეს როგორმე დარბაზში. გამოვედი და იმღერეო მითხრეს და ვიმღერე. იმერული რაღაც სიმღერები ვიმღერე.
ადამიანმა უნდა მიაღწიოს იმას, რასაც დაისახავს. და ეს იყო და ეს. ამისათვის არ უნდა შეეშინოს, არ შიმშილის, არ არაფრის არ უნდა შეეშინოს. უნდა იყოს წინასწარვე შერიგებული ამ შეგვხდება ძალიან დიდი წინააღმდეგები და გადალო. უარი არ უნდა თქვა. სამთავარ. და ახალგაზრდებს მე ყველას ურჩევ. ჩემი გამოსვლის მიზანი მთავარი ეს არის. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ თუ უნდათ რომ იყონ ღირსეული ადამიანები და თვითონ რომ მოეწონებათ ისეთი უნდა ანვითარონ თავის თავში მოთმინების უნარი ნებისყოფა ეს არის მთავარი. ნუ რა თქმა უნდა ზნეობა. ნებისყოფა ეს არის ჩვენი მექანიზმი. როგორ უნდა იმუშაოს ადამიანი, როგორ უნდა წარმართოს თავის ცხოვრება. მე ურჩევ ჩემ ახალგაზრდობას, საქართველოს, ურჩევ ნებისყოფა, მთავარი ეს არის. ნებისყოფა. ეს პატარაობიდანვე უნდა გამოიმუშავდეს ბავშვში ნებისყოფა, მოთმინების უნარი. ეს ცხოვრება როგორი ბედნიერიც არ უნდა იყოს, როგორ მაინც ამას თხოვობს დავუცილებლად. ნებისყოფა მთავარი. მე რომ არ მქონებოდა ნებისყოფა, თქვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. შიმშილში და უბედურობაში გავაკეთე ეს დისერტაციები. ორთავე დისერტაცია. აი ეს გააკეთა ნებისყოფა.